გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მაყურებელო. სტუდია ჩვენთან აგრძელებს მუშაობას და ვცდილობთ წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ ძალიან გამორჩეული ადამიანები. ყოველმხრივ ნიჭიერი ხალხი. დღეს აი ერთ-ერთ მათგანს გაგაცნოთ და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ გადაცემის ნახვის მერე ყველა შეგიყვარდება, თუმცა ისედაც ძალიან ბევრს უყვარს უკვე ჩვენი ქეთი გვაზავა, მინდა წარმოგედგინოთ შესანიშნავი, მართლა ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანი, მაღალი მოდის წარმომადგენელი, მხატვარი, მოდელიორი, აი აქ ყველაფერი არის, აი ქეთიზე, რასაკვირველია ჩვენ ერთ გადაცემაში ვერ მოვასწრებთ, მთლიანად გავხსნათ ეს საოცარი ადამიანი და მთლიანად მოვიცვათ აი მისი ეს ფართო ასპარეზი, სადაც მოღვაწეობს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ აი ესე ნელ-ნელა განახოთ ყველაფერი, მისი ნამუშევრებიც, აი რომელიც ერთ-ერთი აქაც კი არის წარმოდგენილი და შემდეგ უკვე გოგონები თვითონ ალბათ რაღაცებს გააკეთებენ, რომ უფრო წარმოგვიდგინონ და მე მინდა ეკას უთხრა ძალიან დიდი მადლობა აი ამ პროექტისათვის, რომელიც არის ხელოვან ქალთა შემოქმედების წარმოჩენა და ჩვენ სულ 6 ესეთი შესანიშნავი ადამიანი ქალბატონი გვეყოლება ამ ციკლში და პირველი გერგო შენ ქეთი პირველი გადაცემა გერგო შენ მე და ეკა ბევრი ვისაუბრეთ და გამოგარჩიეთ პირველი ხარ შენ ქეთი რა მინდა რომ კითხო პირველი მაღალი მოდის წარმომადგენელი ხარ, ესე ვიცი მე და ნუ კიდე ძალიან ბევრი რაღაცა არაჩვეულებრივი ნიჭიერების პატრონი ხარ, რომელიც ვეცდებით რომ ნელ-ნელა ვისაუბროთ და წარმოგაჩინოთ. თუმცა მე ვიცი რომ შენ წარმოჩენა არ გჭირდება, მაგრამ მოდი ესე დავარქვათ, რომ დღეს უნდა წარმოვაჩინოთ შენი საქმიანობა და შენი მოღვაწეობა. ერთი სიტყვით რო გითხრა, აი შენი პროფესია და აი შენი აი საიდან რამ მოიტანა აი შენში აი ეს შენი აი ეს მხატვარ მოდელირება ხო მე დავიბადე ხელოვანის ოჯახში, მამაჩემი მოქანდაკე იყო და არ ვიცი ეთქობა ეს გენეტიკურადაც რაღაც თამდევდა, მაგრამ ბავშვობაში ხატავდი, კერავდი, ასევე ფეხსაცმლის კერვევა დავიწყე ესპადრილების. ეს მე ვიცი რომ შენ არ ვიცი რაღაცა საოცარი ისა მე სანამ ჩავწერდი ჩვენ გადაცემას მე ვესაუბრე ქეთის და რა ვიცი არ არსებობს საქმე ისეთი რომელიც აი ამ გოგოს ხელიდან არ გამოდიოდეს რა და ესე მოხდა რომ ეს ესპადრილების კერვა რო დავიწყე მამაჩემ ძალიან ახტოვანებული იყო ჩემი ყველა ნახატით ყველა შეკერილი მოდელით თუ ეს და მე რა მამამ თქვა რომ ცოტა ხო არ შეეშინდა რაღაცას საპოჟნიკი არ გამოვიდეს არა ეგ მითხრა ეს ბავშვი საპოჟნიკია შემდეგ გაიგო მამამ რომ ეს აკადემიაში არის მოდელირებაო და იქ ვარ ჩააბარებდი იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ეს მამა თვითონ მხატვარი მამა მოქანდაკე და დედა სახიდან რომ გადიოდა მაფრთხილებდა ხოლმე დედიკო ეხა მე სამსახურში მივდივარ შენ ქსოვილი რომ მოვალ ეხა კიდე რამე დაჭრილი არ დამახვედროთ კი არა დედა არაფერს ხელს არ მოვკიდებ მაგრამ რომ მიდიოდა ისო რაც გამოვიღებდი ქსოვილს დავჭრიდი უცხო გიყვარდა ყველაფერი ხო no, იცით არავინ არ მიშლიდა, იცით ხელს და პირიქით რაღაც ძალიან თამამა და თავისუფლად ვიზდებოდი. მე ვიცი რომ ბავშვობაც გალაღებული გქონდა. კი, ბავშვობაც ძალიან კარგი მქონდა და ეს ჩემი ოჯახის დამსახურება, ჩემი ახლობლების და ძალიან ამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახს, მაინც შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში. მამას ისეთი წრე ყავდა და ესეთი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, რომ რაღაც არანაირი აკრძალვები და ისინი არ ქონდა. ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა სტილობა, პატიოსნება და წესიერება ეს ოჯახური სიწმინდე რასაკვირველია იყო და კეთი და აი დღეს რა სიტუაცია არის მე ვიცი რომ შესანიშნავი დიასახლისიც ხარ და აი დღეს რა სიტუაციაა როდესაც შენ ფუსფუსებს შენ სახლში დღეს დიდი ხელოვნებიდან დიდ ხელოსნობაში ვარ გადასული. ვაკეთებ მამას სახელოსნოს, მამას ჰქონდა გამრეკელის ქუჩაზე მოქანდაკის სახელოსნო.
სადაც ჩემი ხელით ვაკეთებ იქ ყველაფერს, ესე ვთქვათ, დიდი ხელოსანი გამოვდექი. მე რო გავიგე შენზე, რომ შენ თურმე შეგიძლია შპალიერიდან დაწყებული, ну რა ვიცი, კაფელის დაგებამდე ყველაფერი, აი მართლა გაოგნებული დავში, იმიტომ რომ კაცი ვარ და ნატურა შეიძლება ვერ გამოვცვალო. ჩემ და სამარცხინოთ რასაკვირველია, ეხლა არ მგონია ეს ბერმა გოგომ დაიტრაბახოს, რომ ახლა შეუძლია იქ რაღაცა გაზეთით თავზე იყოს მღებავი და ყველა ნამდვილად არა, მაგრამ უბრალოდ იცით რა, მე თვით ჩემ დაუნებურად. აი რისი გაკეთება შეგიძლია მითხარი რა. აი შემილია შპაკულა, შემდეგ ნუ აი რაც თანმიმდევრობით ხდება, როგორც ხელოსანი მუშაობს, ისო მუშაობს, შეღებვიდან დაწყებული, ეხა კარგად ვსწავლობ კიდე მეტლახის და კაფეების მუშაობას, ელექტროობაც ვისწავლე, აი შტეპსელის დაყენება, სანტექნიკაშიც შემილია ცოტა. ეს საოცარია რა. ხო, ნუ აი რა ვიცი, ეს ყველაფერს ვაკეთებ, ფასადებით შევღებე ჩემთან, ნუ გარდა იმისა, რომ შიდა ინტერიერი ყველაფერი მე გავაკეთე ჩემი ხელით, ფასადებზეც მე თვითონ ჩემი ხელით მუშაობ. უყარხარ ვინც გნახავს, ყველას უყარხარ უკვე. საოცარი. აქვე უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ეს სახელოსნო, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, არის 4 სართულიანი, იმზარ მაზარი სახლი. თავის ეზოთი და ამ 4 სართული საკეთებს კეთი და თიბავ კიდე დამავსა ეზოზე გამახსენდა თიბავ ცელავ მიწაზე მუშაობ ფილებს ვაგებ და ემზადება იმისთვის კეთი რომ თავისი საკუთარი ხაზი გააკეთოს კეთი გვაზავასი ბრენდი რომელიც იქნება მაღალი მოდის აი ესეთი ხაზი რომელიც მე როგორც ვიცი შეიძლება სახლის აქსესუარებიც იყოს ზედ მიბმული ხო და ახლა კეთის ისეთი თავისი აი ფესვები საიდანაც მოდის გარდა ეს არაჩვეულებრივი მამა არაჩვეულებრივი ძმა და ნუ აი იქ ძმაზე ტრაგედია ხო მე დაიღუპა ხო საყვარელი მასკა გვაზავა და ესე იგი კეთი აკადემიაში რო სწავლობდა აი ეს მინდა ეხა მე თქვენ ძალიან კარგად განავითარეთ მე აღარ შეგიშალეთ ხელი უბრალოდ მომეწონა რომ ანუ რომ კარგად გავავლე იმას ეს აუცილებელი იყო გაცნობისათვის კი და კეთი ესე იგი როდესაც სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში პარალელურად თვითონაც იყო მოდელი მუშაობდა მოდელად და ანუ ჩვენებებში მონაწილეობდა ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი ალბათ ეს პრაქტიკა როდესაც თან ქმნი თან უშუალოდ საერთოდ კეთი რასაც აკეთებს ყველაფრის თვითონ უშუალო მონაწილეა აი კერავს თუ შექმნის რო ქმნის რაღაც ფანტასტიურ ინდივიდუალურ უნიკალურ რაღაც ერთადერთი აი ეგზემპლარით როცა არის ნიმუშს ხო მოდელს მას ასევე მიუხედავად ამისა რომ ეს შეუძლია რომ გააკეთოს შეუძლია თავიდან ბოლომდე მისი შესრულება კერავზე უკეთესად არა მარტო თან ეს სამოსი არამედ ფეხსაცმელი სამკაული კამარი ქუდი ყველაფერი თლიანად შემოსოს ყველაფერი და ამას ყველაფერს თვითონ გრძნობს და ფლობს საუკეთესოდ და აი ჩემთვის ეს არის გასაოცარი კეთის ეს ფენომენი ეს ჩემთვის აი რაღაცა ძალიან აღმაფრთოვანებელია რომ ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი იგონებს ეს ძალიან ძნელია როცა ეს კრეატიულია და მართლა პირდაპირ მნიშვნელობით ახალს ქმნის თან მას შეუძლია უზადოდ თვითონვე შესრულება რამდენად კარგად შეუძლია მას იმის ხელმძღვანელობა რომ მე ის კარგად განხორციელდეს აი თუნდაც იმ შემთხვევაში როცა რამდენად სანდოა ეს ხო და მე ხა ისე არ გამომივიდეს რომ ძალიან ბევრი ვისაუბროთ კეთიზე რომ ვიწყებ საუბარს უბრალოდ ამოუწურავი თემა. ვაი მე როგორ მაინტერესებს შენი მუშაობის პროცესში დაგინახ რატომღაც გონია რომ სიმღერით აკეთებს საქმეს. რაღაც საბესტილებას თავს. აუცილებლად მე ოპერატორს თხოვ რომ მობძანდით ნახე აი ეს არის მაგალითად აი ერთი აი ყარაჩოღელების კოსტიუმი მისი გაკეთებული რომელიც არ ვიცი რომ მოვყვეთ ამასთან ერთად. კი ბატონო სიამოვნებით მოგისმენთ და მე ჩვენ მაყურებელს ვანახებთ უფრო დაწვრილებით მის ნამუშევრებს. ხო და აი სანამ მაგაზე მოვყვებით ყარაჩოღელებზე მინდოდა ეს გამეგზავნა დამთავრდა ეს სამხატვრო აკადემია. შემდეგ უნივერსიტეტში დოცენტი არის კეთი და რაღაც ფანტასტიკურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, ან მისი ღვაწლი არის მართლაც წარმოუდგენლად მე როგორც
მომსწრე მისი აი ამ საქმიანობების ისე ვამბობ. ესე იგი, მთლიანად მთელ ფაკულტეტს შენ აძლევდი მიმართულებას, ახლა უკვე იმ ბავშვებს აკეთებიებ და ჩვენებებს თანასწავლი და აი ეს თუ შეიძლება რომ ცოტა გაშალო, რომ რა საინტერესო დასწავლიდა და რა ძლიერი ხაზი იყო აი კეთის. უნივერსიტეტში ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე მოდელირების სპეციალობაზე ვიყავი ხელმძღვანელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, სადაც ჩაუდექის სათავეში ამ სტუდენტების შემოქმედებით მუშაობის რაღაცა მასტერკლასი და სწავლებას, ხო? კი, სწავლებას, მაგრამ აქ აღსანიშნავია ჩემთვის ეს კი, სამსაგანს ვკითხულობდით, დასაცრით ხატრულ მოდელირებას, კომპოზიციის საფუძვლებს, ფერად გრაფიკას და სპეცხატვას. ანუ თლად მის განკარგულებაში და ასევე ბავშვებს ვამზადებდი ჩვენებებისთვის. იცით რა იყო, რომ აი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ჩემ პედაგოგიური მაშინ მე ძალიან მიხარია, რომ ეს შევძელი ჩემ სტუდენტებთან ერთად, რომ მე თვითონ ისეთი ნაყოფიერი სტუდენტობა მქონდა, იმიტომ რომ პირველი კურსიდან ჩვენ თვითონ ვაკეთებდით კოლექციებს, გავდიოდით საზღვარგარეთ და ნუ აი დიდი მოწონებები მქონდა და მე მინდოდა რაც მე გავიარე სტუდენტობაში, მინდოდა რომ ჩემ სტუდენტებსაც აი ის ეგრძნოდა ეს სიხარული ეს ყველაფერი. ხო, აი იცით, იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოდელორისთვის პირველივე კურსიდან რომ შექმნას თვითონ კოსტიუმი. იცით, ხატვა ესკიზი ცალკე არის, მაგრამ უკვე მასალაში შესრულებული მოდელი ხო აი ძალიან ბევრს მეტყველებს თვითონ სტუდენტზეც და უფრო უხსნის ფართო არეალს. იცით, შემდეგი აი კოლექციის შესაქმნელად. ფანტაზია მოდის რასაკვირველია და ყველაფერს გძნობს უკვე მასალაში რომ შეასრულებს ამას, ხო? აი რამდენად მნიშვნელოვანია ის ფორმა მისთვის, აი თუ რაღაცა კიდე გადახვევა შეიძლება და უფრო კარგად ხედავს. უკვე რაღაცა დეტალის ჩამატება, მოკლება, ყველაფერი რომ უფრო სრულფასოვანი გახადოს და ეს არის სწავლების პროცესი არის და აი ხო და ეს მასალაში შესრულება იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი სტუდენტებში ეს დამენერგა, რომ აი მასალაში ემუშავათ და ძალიან დიდი წარმატებით პირველი ჩვენებიდან დაწყებული რა ვიცი ძალიან ეხლა როგორ შეიძლება მე არ წავიტრაბახო იმით რომ შენ სრულიად ახალგაზრდა ჩემი სახლის ქვემოთ მოდების სახლში დადიოდი და იქ გიზო იყო ბერაძე გადასარევი კაცი ვინც იყო ხელმძღვანელი და მან მუშაობდი შენ ხო? მათ მუშაობდი სკოლა რო დავამთავრე მოდელების სახლში მოდელების სახლში ხო? მოდელების სახლში მივედი სკოლა დავამთავრე და უბრალოდ იმ წელს არ მინდოდა ჩაბარება მომემზადები თქო და შემდეგ წელს ჩავაბარე და მივედი რომ კერავად გავფორმებული ყავით იმიტომ რომ მაშინ კოჩი ჩვენ პერიოდში არ იყო ეს რომ აი სკოლას რო არ უნდა გემუშავა აუცილებლად და მოკეთ იქ რომ ნახეს რა მკერავიო და გამაფორმეს დემონსტრატორად მაშინ ეს ერქვა მანიკენშიცების დემონსტრატორი ვიყავი შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში და აკადემიის შემდეგ დავბრუნდი როგორც ხატვარ მოდელიერი და 5 წელი დემონსტრატორი ვერ გახდებოდი ძალიან რო არ მოწონებოდათ შენ რო არ მოწონებოდით ფიზიკურად ხო თავისთავად დემონსტრატორი გამოძახებით შესანიშნავი დავბრუნდი მოდელების სახლში და ძალიან მიყვარდა მოდელების სახლში აი რაღაც თავს გვცნობდი საკუთარ ოჯახში ძალიან კარგი ხელმძღვანელები გვყავდა, ძალიან კარგი მხატვრები და ძალიან საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ. რა ბედნიერება პროფესია რომელიც გიყვარს, აი იქ რო ხარ ჩართული და იქ რო აღწევ წარმატებას არა? აქ უნდა აღნიშნოთ, რომ ქეთი იყო წამყვანი მხატვარი მოდელიორი მოდელების სახლში, ხო? ეს ხო არის ეს მე არ ვიყავი მარტო წამყვანი, ეგ ბევრი. ნუ ერთ-ერთი წამყვანი, მაშინ მე როგორც გავუდგე, ხა რატო იცი რა თემას მინდა მიუახლოვდე? მე მინდა რომ შენ გაიხსენო ისტორია ყარაჩოღელების თემასთან დაკავშირებით. საიდან წამოვიდა ინსპირაცია? და ასევე რომ მე საფრანგეთში როგორი დიდი წარმატება და ეს მარტო ყარაჩოღელების თემა არ იყო, ასევე იყო ლაბადები და როგორი ფურორი მოახდინეს და როგორ მოგვიყევი რა კეთი. ეს ხაზი თუ შეიძლება და აი ეს დეტალურად მოყევი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. უნიკალური არ მსგავსი არაფერი არსად მინახავს. ეს ახლა რომ ვიძახი, ჯერ როგორც იდეა საინტერესოა ისედაც, მაგრამ რო ნახო განხორციელებული რა არის, შეიძლება ნუ გაგიშდე ისეთი სილამაზე. განხორციელებისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო
მაშინ 90-იანი წლები იყო და მე ესე 5 წელი საერთოდ შეჩერებული ვიყავით ესეც ამ საჩვენებო გამოსვლებს ვერ მუშაობდით და მოკლედ იყო შემოთავაზება საერთაშორისო გამოფენა იმართებოდა დიჟონში, საფრანგეთის ქალაქ დიჟონში და უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ბევრი ვიფიქრეთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენთან ისეთი მდგომარეობა იყო, რომ თან სახსრებიც არ ქონდა ნორმალური ქსოვილი გვეყიდა და რა და გავრისკეთ და რისი შესაძლებლობაც იყო მაშინ ეს ქსოვილები გამოვიყენეთ და ერთ-ერთ იმას აღნიშნავ, რომ რა ვიცი მოყვები და უნდა მოყვე, რა თქმა უნდა. აბა რა. მაგის ქსოვილების თან გადასარევი მხრობელი ხარ კაც. ნაკლებობა ქონდა და გავაკეთე ორი თემა და ერთისთვის ქსოვილები, არა გვაქვს მეორეზე კიდე რაღაცა ყველაზე მარტივი დეფიციტი მასა. გამოსავალი. ჩვენ ყოველ გამოსავალი ვიპოვე ერთ იმაზე და მეორეზე უკვე რაღაცა ვეღარ იმაშვებოდით და მაღაზიაში ვიარეს ქსოვილები რომ მენახა და ერთ-ერთ მაღაზიაში აქ მოვაჩინე პლუშის ქსოვილი. ღირდა 5 კუპონი. და იყო ფერები და ძალამაზი ფერები და მოვედი და ბატონ გიზოსთან შევედი და ვეუბნე ბატონ გიზო მეთქი ნახე მეთქი ქსოვილები თქო გიზოს პირველი ის იყო რა ღირსო 5 კუპონი იყიდა თუ გინდა ვაგონი იყიდე მოკლედ ვიყიდა ეს ქსოვილები შევქმნი ეს კოლექცია და ეხა ამას რატომ ყვები ეხა ხაზგასმით მოკლედ ეს კოლექცია დავამთავრეთ მოდელების საქმე იმუშავა ამ კოლექციაზე წავიდნენ დიჟონში და მოკლედ იქ დიდი წარმატება მოიტანა ჩვენმა ნამუშევრებმა. აი რა თქვი პლუსში თუ პლუსშიც მაგან ამ იაფასიანი ქსოვილით იაფასიანი შეიძლება წარმოიდგინო რომ არის ძვირფასი რაღაც ფარჩას რა. არა, ახლა მისი ხელი რო შეეხება, მე ძვირფასი ხდება, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ფასით გამომდინარე ვიძახი. თვითონ გიზოს ხონებულს რო ეხარდებოდა ახლა რომ კი ზუსტად კი ბატონ გიზოზე მინდა ეს მოყვა ეს მონაკვეთი და მოკლედ დავისაკურეთ იქ პირველ ხარისხის დიპლომი ოქროს მედლით ჩამოვედით და შემდეგ აქ მოკლედ იქ ბევრი ფილმის წარმომადგენელი იყო იმყოფებოდნენ როგორც პიერ კარდენი, ნინა რიჩი, იվ სენ ლორანის მოკლედ მთელი საერთაშორისო ბომონდი წარმომადგენლები იყვნენ და და მოკლედ გიზო რა ჩამოვედით ბატონმა გიზომ მოაწყო შეხვედრა მხატვრებთან, მსუბუქი მრეწველობის მინისტრებთან, იმათთან და ნუ მოკლედ მე წარმადგინო. აი ეს არის ის მხატვარი. ავტორი. რომელმაც 5 კუპონიანი გადარია პლუსით გადარია ეს სიტყვა გადარია ახსენე. აბა ეს გადარია ეს და მე მოყვა კიდე ეს საკაც შემოდისო ხა ეს მხატვარი მეუბნებაო რომ ეს რა ქვია ეს ქსოვილიო ვნახეო და რაღაცა და პლუსიო და ნუ ესეთი ფასი აქვსო და რაღაცა და მე ვიფიქრეო ხა ნუ ხა თუ არ ივარგებს და რა უჭირსო და თუ ივარგებს და ივარგებს ხატვარია მაინც ხა რაღაცა სხვანაირად დაინახა და არ გადარია ეს სოფლიო გადარიაო ხო ეს იყო რა წარმატება თან მაგარი კაცი იყო გიზო რა დახტოვანებული იყო ჩემი ყარაჩოღელების თემა არ გაგვაწყდა საიდან წამოვიდა ინსპირაცია და თანაც შექმნა ეხა რაც წარმოგვიდგენია ჩვენ ყარაჩოღელის სამოსი ხო გონია რომ უბრალოდ გამოიყენა თავისი ანუ აი ინდივიდუალური რაღაცა ფანტასტიკური საავტორო ნამუშევრების შექმნა რომელიც აი ვერაფრით უბრალოდ ელემენტებია გამოყენებული და მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა რომ ქეთის ეს შემოქმედებაში რაც არის ხაზგასმით არის ქართული და ქართული არა მარტო მაინდა-მაინც იმითი რომ ამ შემთხვევაში მართლა გაზია ის აღებული როდესაც არის ხა ის დეტალები კი მაგრამ ისედაც აი დიდებულება რაც ახასიათებს აი ქართული სამოსი მაღალი დონის მაღალი კლასის აი ამას მოიცავს რომ არის სადა და დიდებული და ამას ფლობს ბრწყინვალედ ყარაჩოღელების იდეა მომივიდა ტელევიზორში გადიოდა სპექტაკლი ხანუმა
და იქ ერთი დიალოგი არის რამაზ ჭიკვაძის და ეროსი მანჯგალაძის, სადაც Эросия. Гениосები. Это что, лунная соната? Нет, это же кентаури Рамаз Чхиквадзе და აი უცბად ეს კენტაურის მუსიკა რო დაიწყო, აი მართლაც როგორ ნელა მიდის, ეს ამერე რიტმი გადადის და რაღაცა და უცბად წარმომიდგა ეს გაიხსნა ეს სურათი, ხო? ნამდვილი შემოქმედია. და სასწრაფოდ ესკიზები გავაკეთე ამისი და იცით აი დადგმა სხვანაირი მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა ახლა მაშინ ეხლა რას აპირებ აი ამ შენ საქმიანობასთან დაკავშირებით? ეხლა ვაპირებ, რომ ეს ჩემი დაგროვილი ცოდნა, ჩემი დაგროვილი გამოცდილება, აი მამას სახელოსნოს ვაკეთებ არა, ვიწყებ გაკეთება, შედავამთავრო. ჩემი სალონი მინდა გავაკეთო, სადაც შევქმნი მოდელებს, ოღონდ ეს მოდელები ეს პრედაპორტა, ესე ვთქვათ, გასაყიდი რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ აი ესე მასიური წარმოების არ მინდა ერთეული მოდელი. ანუ შილპატრებს რასაც ეძახიან, ხო? უფრო საკოლექციო მოდელები მინდა გავაკეთო და სადღესასწაულო. ეს ძვირფასი სიამოვნებაა, კეთი. კი, ძალიან ძვირი. მით უმეტეს შენი შექმნილი. ძალიან ძვირი სიამოვნებაა და რა ვიცი, ვემზადები და ეხლა მე მინდა აუცილებლად შენ კითხვი რომ ვიწყებ, მაგრამ არ შემიძლია ახლა რო არ ვთქვა რომ შენ ასრულებ უკვე და ყველაფერი გაკეთებული და საუბარი არის კიდევ ვიტყვი რომ 4 სართულიანი, ანუ რამხელა ფუფუნდება, მას აქვს საკუთარი 4 სართულიანი სახელოსნო წარმოიდგინე, სადაც მას შეუძლია პოდიუმიც კი გამართოს ჩვენება, უზარმაზარი და თავისი ეზოთი და ძალიან დიდი შესაძლებლობებით. აქვს არაჩვეულებრივი საერთაშორისო დონის გამოცდილება და ანუ წინ იქით წინვალე. ფოტოშორის მან ის თვითონ აკეთებს ამ არჩევანს, რომ მას პედაგოგიური მოღვაწეობა აღარ უნდა და უნდა რომ გააგრძელოს, თორემ მისი ცოდნა აი ამ ხრივ არის ძალიან მაღალკვალიფიციური, იმიტომ რომ მან ანუ ძალიან დიდი როლი შეასრულა აი ამ ასე ვთქვათ ჩვენი მომავალი, აი ვიცი მისი სტუდენტები იყვნენ, მათ გაიღო ძალიან ბევრი თავისი ცოდნა რაც ჰქონდა და ამ დროს ალბათ მე მგონი თვითონ მასწავლებელიც როცა გულწრფელად გაიღებ ყველაფერს, შენც ალბათ რამდენი მიიღე მათგანაც და როგორ დაიმუხტე ამითი და რამდენად გარდა იმისა, რომ ყველა იმ ხელობებს ისედაც შეთვითონ ფლობ, რაც მოიცავს მოდელირება. კიდე ამდენმა წარმატებულმა, რომლებიც მე გახდნენ ძალიან წარმატებულები თავიანთ სფეროში. თვითონ მივიდა იქამდე, რომ ის თვითონ ყველაზე უფრო მეტი სარგებელი და ყველაზე უფრო მეტად აი სადაც შეუძლია რომ შექმნას და გააკეთოს, სწორედ უკვე იმ მაღალ საფეხურზე ავიდა. როდესაც მას საკუთარი სახელოსნო აქვს, საკუთარი ბრენდი აქვს, მე ვფიქრობ, რომ მისი გოგონები, მისი ოჯახის წევრებიც ჩაერთვებიან ეს უკვე როგორც ბიზნესის განვითარების ხაზი. აი მაგი მინდოდა მეკითხა, იცი? უცბად კი არ გამოვარდა რაღაციდან, ანუ ძალიან დიდი შრომა გაიარა. შრომა ნაბიჯ. დონეზე რომ თვითონ ის სახელოსნო, რომელიც უკვე ბოლო საფეხურებზეა, უკვე შეიძლება მე სულ ვიკეთის რომ რაღაც გინდა რაღაც აკეთებ უკვე ხა რაღაც საჭიროა არის უკვე ყველაფერია და დაიწყოს პირდაპირ რომ ისიც კი თვითონ გააკეთა რომ ანუ აი ამ პროცესში ალბათ რამდენ ცოდნას ეუფლებოდა და რამდენად დიდი ავტორიტეტია, რამხელა პასუხისგებლობაა და რამხელა სანდოობაა, რომ ჩვენ ჩვენ ქვეყანაში ეს კვალიფიციური ძალიან მაგარი მცოდნე თავის საქმის ადამიანები ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან დიდი პრობლემაა. რასაკვირველია. და აი კეთი არის ის მაგალითი, რომელიც ამასთან ისე აკეთებს თვითონ არაფერს. თან განგაწყობს შენც რომ შენც რაღაცა ის მოგივიდეს. კეთი აუცილებლად მინდა ეხა შენ აი ამ ხაზზე ვთქვათ და მე მინდა მოვყვე საერთოდ როგორ გაგიცანს. მაშინ მე დავიწყე. კაი. კი ბატონო. მოკლედ ეკა ჩემზე პატარა არის აკადემიის დროს უკვე მე დიპლომზე მუშაობდი და ანუ ყოველთვის ჩემი კოლექციების დროს ყოველთვის მე თვითონ ვარჩევდი სახასიათო გადასარი. და აკადემიაში ისე მომეწონა, რომ აი ჩემი დიპლომის მთავარ ფიგურად ეკა წარმოვიდგინა. ამ დროს ეკას არ ვიცნობ. ეკას არ ვიცნობ და მე მოკლედ მოხდა ესე, რომ ეკასთან მე გავაგრძელებ. ესე იგი, არც იმ გოგონას არ ვიცნობდი, მაშინ ეკაბულაძე იყო, მაგრამ არ ვიცნობდი. მომიახლოვდა გოგონა და ძალიან მორიდებით
იცითო, ჩემი მეგობარი აკეთებსო დიპლომსო, საქორწილო თემა არისო, მისი თემატიკაო და თქვენ წარმოგიდგინათ, აკეთებთ რაღაც კეთი თქვა ეს გადმოცა, აი გაგებით რომ თქვენ ერთი კაბა, მოკლედ კაბა არისო შექმნილიო, რომელშიც თქვენ ხართ წარმოდგენილიო და თუ დათანხმდებიო რომ გავდეთ და დავთანხმდებიო რომ გადავირიე სიხარული. ეხლა უნდა ვთქვა რომ ეს კაბა რო ჩავიზომე, ეს იყო რაღაცა საოცრება. მე ამ მსგავსად რომ კაბა მომხდომოდა, საერთოდ ეგეთი შემთხვევა აღარ ყოფილა, რაც ეს კეთი მართალი საკუთრება. იმიტომაც წარმოგიდგინა შენ, რომ პირდაპირ დაგხატარა. ესე იგი, აქ ჩანდა ამას ვიტყვი, აუცილებლად კეთის უზადო აი ამ ფლობა, ამისი რომ ეს ინდივიდუალურად ვის როგორი მოუხდება, ამასაც ხო აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ აი სახასიათოდ თითქოს აი ისე იყო ჩემ ტანზე მორგებული, რომ არ ვიცი, აი მეგონა რომ ჩემზე იყო პირდაპირ ის აი თარგი აღებული. მაგრამ ეხლა რა კაბა იყო, ესეც უნდა ვთქვა, რომ ნუ ხო საქორწილო კაბა იყო და ესე იგი პოდიუმზე, პირველი პოდიუმზე გამოსვლა იყო ჩემთვის. ესე იგი, ეს შლეიფი ქონდა იმხელა, რომ მთელი პოდიუმის ბოლოს შლეიფის ის ჭირდებოდა. ანუ რამხელა ეს დამტარებლები. ის ალკამის ჩაცმა უბრალოდ წარმოიდგინეთ. და ეს ფატა როგორიც არის რა, იყო შლაპა იყო, წული იყო, როგორც შლაპა, ესე ჩამოწეული იყო და კარგად გახსოვს. თითქოს არ ჩანდა, ესე იგი, ეს პატარძალი რა. და რაღაც მომენტი, ნუ უკვე თავი რაღაც წარმოვიდგინე, მე დაწველა რომ შენი ყველა მოდელი რასაც შექმნი, ამას იმიტომ ავწერე ესე დეტალურად, რომ ის შეგრძნებები არის განუმეორებელი. საიდან მოიფიქრა ეს რომ? იმდენად სრულყოფილია ხო ნამუშევარი? ახლა გითხრა, წარმოგიდგენ, ხო მოვდივარ, ეს უკან ხო მოაქვთ ეს რაღაცა სადღაც. ეს ისა შლეიფი და შიგან და შიგ ერთი ორჯერ საჭირო, ესეც ესე როგორც ფატა ასეა ჩამოფარებული, მაგრამ სინამდვილეში შლაპაა და ეს წულია, რომელსაც აი ესე შლაპას რო აწევ ხოლმე, ხო, ესეთი რაღაც მომენტი, შლაპის ფორმას იღებს რო აწევ და რაღაც მომენტებში იყო ესე რომ ავწერდი ამას და ტაში იყო რაღაცა ავწერი, ისეთი რაღაცა ფანტასტიკური ის იყო. თანდაც ზომიერად ერთი ორჯერ უნდა ამეწია ეს ისა ზედმეტად არა. მაგის დადგმული იყო. რა საკვირველია, ეს იყო სპექტაკლი. აი თვითონ არის რეჟისორიო რო თქვი, ეგ არის. სხვადასხვა მე მგონი შენ ყავდა მოაზრებული ლევან უჩანეიშვილი, ვისთან ერთადაც მე უნდა წარმედგინე ეს კაბა, მე რაღაცა ვერ მოხერხდა. ლევან უჩანეიშვილი გადაეცედი დიპლომის დაწყების წუთს მოვიდა და ვაიმე დიდი ბოდიშობო ვერაო და აი ჩემ ახლობელს მოგიყვანო ძალიან კარგი ბიჭი. ისე ლევანჩი გადრა შესახედავია რა, გადასარი. ლევანთან მქონდა საქმე ჩაწყობილი, რომ ლევანი უნდა გამოსვლიყო. ხო, რა თქმა უნდა. ხო და ეხა მე მინდა ვთქვა, რომ ეს კეთი შენი საქორწილო ხაზიც იქნება, შენ რასაც ბრენდს გააკეთე. შენებს თუ გამოყვათ შენ შვილებს აი ეს. ჩემი შვილები სხვათა შორის ძალიან შემოქმედი ბავშვები არიან, ნუ არა ბავშვები უკვე დიდები არიან, უფროსი დაამთავრა ჯიპაში აუდიოვიზუალური მედია ხელოვნება, მაინც ხელოვნების ხაზით არის. პატარა ძალიან კარგად გამოდის ზეწვა, ხატვა, მაგრამ უფრო ბიზნესისკენ წავიდა. ხოჩა. ეს ჩემი შვილები, ახლა მე რო ვფიქრობ ჩემი ეს სტუდიის გაკეთებას, სალონის გაკეთებას, ამგვარჯერ დამდგებიან, იმიტომ რომ ჭირდება ზუსტად ორივეს სპეციალობა. საოცარი რამე, ძალიან მაგარი. ეგ დიდი ფუფუნებაა, როდესაც იქ რეკლამა, იქ წინვალეთა გაქვთ გააზრებული. დედაშვილები. დედა როგორ მაინტერესებს ერთი თქვენი მუშაობა ვნახო ერთად რა. წამოვძალდით ჩემთან სახელოსნოში და განახებთ როგორ მუშაობ ხარაჩოებზე, როგორ დავწერთ. ეხლა იმდენი რაღაცა გავიგე შენზე რომ ერთი კიდე მინდა შეგეკითხო რა. ჰობის შესახებ, აი შენი ჰობი რა არის თქო და იმიტომ რომ უცბად შეიძლება მითხრა რომ ნადირობაო, ისეთი ტიპი ხარ და აი ნადირობით მინდა გითხრათ რომ მამა ჩემო ნადირე იყო არაჩვეულებრივი და თევზაო და კარგად ვისვრი. ისვრი კარგად. აი მე ნუ არ ვიცი რა. მოდი რა, აგერ ჩვენ ღვინო გვიდგას აქა, ეკა. მოდი ეს ჩვენი სტუმრის სადღეგრძელო შევსვათ და ჩვენ კეთის რა ვიცი, აი შესანიშნავი ადამიანი გამოცანი მე დღეს. მე ვიცნობდი რომ საკვირველია მას, მაგრამ აი დღეს აი ასე პირველად წარმოჩინდა გაოგნებული ვარ. გაგიმარჯოს კეთი. იმედი გვაქვს რომ შენ რომელიმე ფილმში შეიძლება გამოგვაქვს. სხვათა შორის მე მაგი მინდოდა მეთქვა
რომ შენს არტისტიზმში დიდი ხანია უკვე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, მაგრამ ესეც რა დიდი არტისტია რომ უყურებ კაცო, ან რა მანერა აქვს, როგორი ხმა აქვს, როგორი ისა გაგიმარჯვებს რა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხარ შენ დღეს და ძალიან მიხარია, რომ აი ეს პირველი გადაცემა შენ დაგიწვით რა. ძალიან დიდი მადლობა მე რომ თქვენ ესეთი ამოვნება მომანიჭეთ თქვენთან ურთიერთობის და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ჩვენ ქვეყანას უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს წინსვლას და კარგად იყოთ და ბედნიერ. მე მინდა რომ რადგან ჩემი ეს პროექტი ჩვენი არის ხელოვან ქალთა შემოქმედების წარმოჩენა. ქალი თავის ბუნებით არის ისედაც შემოქმედი, სულ რომ არ იყოს ხელოვანი, მან შემოქმედია რა, ნუ თავის ბუნებით დედაა და უმაღლესი წოდება და როგორ არის შენი შეგრძნება? როგორ იყვალავ შენ გზას აი ამ შემოქმედებაში, აი როგორ მოდის ეს ინსპირაცია, რომ შექმნა უნიკალური მოდელი, მაღალი მოდის. აი იცი რა არის ხა ესე ძალიან არ ვფიქრობ რომ აი რაღაცა უნიკალური შექმნა რაღაცა მაგრამ მე უფრო იცი რა ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ინდივიდუალი ხო ეს უფრო იმიტომ რომ ჩემთვის აი ეს ინდივიდუალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე არ მინდა ვიღაცას გავდე არ მინდა რაღაცის ნანახიდან გავაკეთო მე რაღაც შევქმნა რაღაცა მე მინდა რომ ჩემგან წამოვიდეს რომ ეს იყოს მარტო ჩემი მაგით ხარ ორიგინალური განუმეორებელი აი ამას რამდენ ხანში აკეთებ თქვათ იცით რა ეს რა არის ეს არის მოსასხამი ჩემ გოგონას გავუკეთე ეს ბოლოს ახლა შევკერე ჩემ გოგონასთვის აი რამდენ ხანში გააკეთებ აი ამას იცი რა გააჩნია თუ აი გაგეხსნა ვაიმე და მარტო მხოლოდ ვიჯექი ნუ ერთ დღეში შესაძლებელი ერთ დღეში შესაძლებელია მაგრამ ეხლა შენ ახსენე მაგიდან მე ვიცი რომ შენ ხარ შესანიშნავი დიასახლისი და შენ აკეთებ ისეთ კერძებს რომ ნუ არ ვიცი რა და აი ყველაზე ძალიან რასადილის გეხერხება ყველაფერი ხო ხო არა ესე გამოყოფილად არაფერია რა გოგო ხარ ისე ამ შეიძლება ტახი მოკლას გაატყაოს და მწვადით შეწვას თვითონვე გავგიზდი რა კეთი აქ ხო არის შენი ისინი ესკიზები და ხო შეიძლება აი ეს ყველაფერი არის კეთი და ეს კიდე არ არის ყველაფერი იქითაც გვიდევს ჩვენ კეთის ნაღვაწი და ნამუშევარი აი ეს ქართული ხაზი მინდა რომ ეს არის შეიძლება გამოჩნდეს აბა ბატონო ოპერატორო ნახეთ ყარაჩოღელები გადავწყვიტე გამოსასვლელ კოსტიუმებად მეკცია ეს კონსტრუქცია ამეყო ყარაჩოღელის და ქსოვილები გამოსასვლელი ქსოვილები ყოფილიყო ნუ ამ შემთხვევაში მაგ ნახმარი შიფონი და აბრეშუმი და აზიაცკები მინდოდა რა აზიაცკები ხო არ და მე მინდოდა უფრო მაღალი მაგრამ მაშინ ხო კეთი ეხლა მე როგორც რეჟისორს არ შემიძლია არ კითხო კინოში არ გიცდია შენ არ გიმოღვაწევია არა ეხლა რაც აკადემიის დროს გადაგვიღეს რაც მასოვკა არა როგორც ახიობს არ გეუბნები როგორც მხატვარ შესანიშნავია ხა რა კოსტიუმებია მე რაც დავათვალიერე წეღანი ეს უკვე კოსტიუმები კინოში შენ წარმოგიდგენია რა არის ეს არის რაღაც უნიკალური პროფესია ეს არის უკვე ეს ჩოხის ელემენტებზე არის ეს კაბები გაკეთებული ესენი უკვე ის რა ქვია ყარაჩოღელების შიდა ჩაცმულობა გავაკეთე შავში და ეს ჩოხების უფრო კაბებად გავაკეთე თეთრ ფერში და ამ ყაბალახებზე მინდოდა ეს რა ქვია თბილისის ხედები მინდოდა პატიკაში გამეკეთებია რომ მოიხსნიდნენ და გაეშალათ და ყოფილიყო ეს რა ქვია თბილისური ხედები აი ეს არის ის ცნობილი პლუშის ესკიზები პიჯაკები, ლაპატები, თავისი ქუდები, აქსესუარებში ხო კეთი და სხვადასხვა გადადიოდა მე და ეს აქსესუარები გავაკეთე ოპერაში ამ ყარაჩოღელებისთვის კამრები და ეს დეტალები, ნუ ჩიბუხები მქონდა მამაჩემის ჩიბუხები, კილებიც მამაჩემის ჩიბუხები კი ჩიბუხები და ემი კეთი რო არ კითხო უბრალოდ არ შეიძლება რას ფიქრობ შენ აი თბილისურ მოდაზე აი ჩვენი ხალხის ჩაცმულობაზე რას ფიქრობ? არავითარ შემთხვევაში ეს საუხერხულო კითხვა არ არის. ხო, უბრალოდ მაინტერესებს, როდესაც შენ თვითონ აი ესეთი გემოვნებიანი ციტრო რა ვიცი, მე ჩემი აზრი ესეთია, რომ აი მას აღვნიშნე კიდევაც, რომ ინდივიდუალიზმი დაკარგეს.
და ეგ ძალიან გულს მიდგეს, იმიტომ რომ აი რუსთაველიდან რო წამოხვიდე ვაკის ბოლომდე ყველა თითქმის ერთნაირად აცვია და აი ეს ყველა ერთმანეთს გავსიცით, აი თმის ვარცხნილობა, ეხა უკვე ვიზუალიც ისეთი აქვს, ყველა ერთი რაღაც აი მასა ჩანს. მაგრამ ქეთიზე შენ როგორც განსაკუთრებული აუცილებლად უნდა თქვა რომ მიუხედავად რომ ქეთი თავის აზროვნებით რომ ინდივიდუალურობას ცემს პატივს, ანუ და მისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, არამყვირალა ფორმით მის მიერ შექმნილი ნიმუშები არის თვალს რომ მოგჭრის. აი ეს როგორ აკეთებს არ ვიცი. ერთხელ რომ ნახავ და დაუიწყარია.